მოგესალმებით ჰოროსკოპი G-ს მენელს მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დღეს წარმოგიდგენთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროპროგნოზს საუბარია 9-15 მარტის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე. როგორ იქნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშანთათვის და უპირველესკოლისა უნდა აღნიშნოთ, რომ აი პერიოდი 13 რიცხვამდე უკეთესი, ანუ კვირის პირველი ნახევარი, აქ შანსები წარმატებისა მეტია, ხოლო უკვე 13 რიცხვიდან გარკვეულმა მცირეოდენმა, მაგრამ სირთულეებმა შეიძლება მეტად იჩინონ თავი, ეს აბსოლუტურად ყველა ზოდიაქოს ნიშანს ეხება. და უპირველესკოლისა აღნიშნოთ კიდევ რა მნიშვნელოვანი ენა გვაქვს ჩვენ 11 რიცხვში, ანუ 4 შაბათს იუპიტერი გამარჯვების მმართველი პლანეტა ხდება სწორად მავალი, ანუ დირექტული, რაც ნიშნავს იმას, რომ გაცილებით მეტად ხელს შეუწყობს ყველა სახის საკანონმდებლო საქმიანობას, კანონები უფრო მეტად იმუშავებენ და იმოქმედებენ, შეიძლება ახალი საკანონმდებლო აქტების გამოვლენა ამ პერიოდში და სხვა შორის ძალიან კარგი პერიოდი ამ გზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის, შეიძლება მათთან პარტნიორული ახალი თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, ხელშეკრულებას მოეწეროს ხელი და შესაძლებლობები წარმატებისა უკვე ამ პერიოდში უფრო მეტად და მეტად თვალშისაცემი გახდება. ამასთან ერთად მოდით აღნიშნოთ, რომ საგანმანათლებლო სისტემაში შეიძლება ზამთროვანი ცვლილებები და სხვა შორის სასიკეთო ცვლილებების ფაქტორი უფრო მეტად წარმოიჩინოს წინა პლანზე. რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, დავიწყოთ პირველ რიგში ვერძიდან. ვერძებო, ენერგოტონუსი თქვენი, გოით ასე თქვა, შედარებით შემცირებულია, იმიტომ რომ თქვენ გადიხართ ახლა ცოტა რთულ პერიოდს, რომელსაც ქვია დაბადების წინა პერიოდი, ამიტომ ცოტა გავფრთხილდით ჯანმრთელობას. ზედმეტად გადაიღლებით. გახსოვდეთ, რომ ფარუმტრებს არ ძინავთ, განსაკუთრებით 13 რიცხვის მერე, ამიტომ ინტრიგები, ჭორები, თქვენ საწინააღმდეგო მოშურნეების მოქმედებები უფრო მეტად და მეტად აგორდებიან, თუმცა მთელი კვირა რას ქვია ითხოვს ყურადღებას, მაგრამ მოდი აღნიშნოთ ისიც, რომ ეს ის პერიოდი, რომლის ველობისას მაინც გარკვეული ტენდენციები სასიკეთო არის, ანუ შეიძლება რაღაც აუცილებლად ძველი საქმე დასრულდეს, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლო და შემდგომ აუცილებლად ენასკველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით. და აღნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდი, რომელსაც თქვენ შეგიძლიათ მაგალითად მოიყვანოთ ეს რიგში თქვენი სახლი. აი დიდი ხანია გინდოდათ რაღაც პრობლემების მოგვარება. აი ამ თვალსაზრისით ეს პერიოდი ნამდვილად კარგია, რაც სხვა შორის მორალურ კმაყოფილებასაც მოგიტანთ. კვირის პირველი ნახევარი ამ ხრივ უკეთესია. მეორე ნახევარში რასაკვირველია უკვე 13 რიცხვიდან ცოტა სირთულეები საქმიანი კუთხით უფრო გართულდება. მოიმატებს, თქვენი გეგმები დაკარგავენ თავის აქტუალურობას და შეიძლება პრობლემებმა, საოჯახო პრობლემებმა, გაუგებრობებმა, მათ შორის ახლობლებთან მიმართებაში მეტად შეიძლება ეჩინონ თავი. ამიტომ მეორე ნახევარი კვირისა ეთხოვს უფრო მეტი ტაქტის, თავდაჭერის, სიფრთხილის წინდახედულობის გამოვლენას მეტად თქვენი მხრიდან. ყოველს კარგი იქნება თქვენთვის 10 და 15 მარტის დღეები რიცხვები და არ ვარგათ 12 მარტის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება კუროებს, ენერგოტონუსი თქვენი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, კურო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია და ასე თუ ისე ყოველ შემთხვევაში შეუძლია აქტიურად გაიაროს ეს კვირა, განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი, 13 რიცხვამდე, მოდი ისიც აღნიშნოთ, რომ რაღაც ცვლილებების დროა. შეიძლება რაღაც ცვლილებები შემოიტანოთ თქვენ ცხოვრებაში, ანუ რეფორმების დროა. შეიძლება ახალი ვარსკვლავობა, შეიძლება ახალი დასაცმელი, შეიძლება ახლებური ურთიერთობების ჩამოყალიბება, ახალი მეთოდოლოგიების დანერგვა და ასე შემდგომ. რაც ამშვენია ინტერნეტთან მაქსიმალური კონტაქტები, იმიტომ რომ აქაც შეიძლება აქედან მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, შეიძლება საინტერესო ახალი პერსპექტივების წინაშეც აღმოჩნდეთ ეს ტენდენციაც არის, რაც შორის პარტნიორული თანამშრომლობისთვის პერიოდი კარგია, ხელსკობს იგი სწავლას, საინტერესო ახალი ინფორმაციის მიღებას, ახალი კონტაქტების დამყარება, შეიძლება ახალი მეგობრული წრე ჩამოყალიბდეს ან ძველი ურთიერთობები რო მაღალ დონეზე აიყვანოთ. ყოველ შემთხვევაში შეინტერესო ახალი იდეების, პროექტების ტენდენცია მატულობს. ამიტომ მთლიანობაში საკმაოდ საინტერესო პერიოდია უდავოდ თქვენთვის. მაგრამ ეს ყველაფერი ჯობია მაინც 13 რიცხვამდე განახორციელოთ. რაც შეეხება რიცხვებს, ყველაზე კარგია თქვენთვის 14 მარტის დღე და ეს რიცხვიც და არ ვარგათ 11 მარტის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ახლა ესეთ ნიშანს, როგორც არის ტყუპები, ტყუპებო, უპირველესკოლისა ენერგოტონუსი თქვენი შედარებით შემცირებულია და ამიტომ ძალიან უკადაიღლებით. პირველ რიგში ამას მიაქცევთ ყურადღება. ამასთან ერთად ცუდი არ არის პერიოდი, მაგალითად კარიერული განვითარებისთვის. შეიძლება ფინანსური სფეროს მეტნაკლებობით განვითარდეს
და შეიძლება მოულოდნელობების საქმეებში, აი რაღაც შეიცვალოს საქმეში. რაღაც პერსპექტიული წინადადება შეიძლება მიიღოთ, ზოგიერთი გეგმა, პროექტი შეიძლება განხორციელდეს და სხვა შორის ის სირთულეები, რომელიც გქონდა, შეიძლება ესეც მოიხსნას, რაც მორალურ და მათრობ მოუფილებას მოგიტან თავისთავად. მაგრამ აი უკვე 13 წლის წინან ცოტა სირთულეები მოემატებათ, იმიტომ რომ მოშორნეების გაზლიარდებიან და მათი მოქმედება თქვენ საწინააღმდეგოდ ხელის შემშელი ფაქტორები უფრო მეტად გაზლიარდება, ეცადეთ რომ მთელი კვირა შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ხელმძღვანელ პირებთან. ამაზე ბევრად იქნება დამოკიდებული თქვენი პროფესიონალური და კარიერული განვითარება და წინსვლის პერსპექტივა. ყველას კარგია თქვენთვის ამ პერიოდში 10 და 15 მარტის დღეები რიცხვები და არ ვარგა 12 მარტის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება კირჩხიბის წყლის სტიქიის წარმოადგენელ ნიშანს, ენერგოტონუსს თქვენ არ უჩივით, ენერგია გაქვთ, აქტიური მოქმედების უნარი, ინტუიცია ძლიერი, რომელზეც დაყრდნობით სწორად შემოსაკეთებთ და ახალი შესაძლებლობების პერიოდია, სადაც თქვენ შეგიძლიათ ძალიან კარგად რეალიზაცია მოახდინოთ თქვენი გეგმებისა, სურვილებისა, საუკეთესო ნიჭი უნარი გამოავლინოთ მაქსიმალურად და მხარდაჭერასაც იღებთ ირგვლივ ყოფი ადამიანებისაგან. პრომეთეს თქვენ ზატყუპნაში ხართ სხვათა დახმარებისათვის, რაც მომენტალურად თქვენს ავტორიტეტს აძლევს. დაუშვათ ისიც, რომ ამიტომ აქტიური პერიოდია მოქმედების მგზავრობა მოგზაურობისთვის გადასარევია. უცხოელებთან აქტიური კონტაქტები იქნება მეტად სასიკეთო, შეიძლება ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობას კი ჩამოყალიბდეს, მაგრამ აი 13 რიცხვის მერე პატარა, მაგრამ მაინც გარკვეულმა პრობლემებმა შეიძლება ჩვენ თავი პროფესიონალური კუთხით. ან მაგალითად ეოდებოდით თანხას გარკვეულწილად და აი თანხა დროულად შეიძლება ვერ მიიღოთ. აი ესეთი სახის გარკვეულმა სირთულეებმა 13 რიცხვის მერე შეიძლება იჩინონ თავი, მაგრამ კლიანობაში კვირაუდაოდ კარგია. ყველას კარგია თქვენთვის 14 მარტის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 10 მარტის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება იმპერატორთა ნიშანს, მივხვდით რომ ლომის ზოდიაქოს ნიშანზეა საუბარი, ერგოტონუსი ცოტა დაბალია, ამიტომ გადაიღლებით, მოდი ასე ვთქვათ, მაგრამ დაღლით დაიღალოთ. თავი არ გადაიღალოთ. ჯანმრთელობას მაინც უნდა ყურადღება. ეს პერიოდი ხელსკობს ზოგიერთი საქმის დასრულებას, ან შეიძლება ზოგიერთი ურთიერთობების დასრულებასაც კი, რომელმაც მოჭამა უკვე თავისი დრო, თუ შეიძლება ესე ითქვას, და ეს უფრო მეტ თავისუფლებას მოგვრით. ამავდროულად, რაც მეტად ინდივიდუალურ პროექტებში გადაერთვებით და ინდივიდუალურ შემოქმედებაზე მეტად ვიდრე კოლექტიურზე, ეს უფრო მეტად წარმატებული იქნება ამ პერიოდში. დაუშვათ ისიც, რომ შეიძლება გაერკვეთ ზოგიერთ ფინანსურ საკითხებში, ან რაღაც მემკვიდრეობის საკითხებისთვისაც იქნება კარგი ეს პერიოდი, მაგრამ უკვე 13 რიცხვიდან ცოტა ყურადღება, იმიტომ რომ შეცდომების დაშვების ტენდენცია მოიმატებს. აქ არ გინდათ არავის მოსმენა, უკვე უფრო ჯიუტი ხდებით, ამიტომ ამას შეიძლება ცოტა დაძაბოს ურთიერთობა, აი უკვე 13 რიცხვის მერე და აუცილებლად კვირის განმავლობაში ანასკველი დააჭერეთ. საიდუმლო დაიცავით, რათა აქ თქო საიდუმლო არ გათქვა და სხვებმა ეს არ გამეყენონ შემდგომ თქვენ საწინააღმდეგოდ. ყველას კარგი იქნება თქვენთვის პერიოდი 11 მარტისა და არ არის ასურველი 9 და ასევე 13 მარტის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვები, რომელიც შედარებით მშვიდად და ფრთხილად უნდა გავიაროთ. რაც შეეხება ქალწულებს, ერგოტონუსს არ უჩევით. ჯანმრთელობა მდგრადია, ენერგია აქტიურად მოქმედების უნარი, შრომის უნარიანობა ყველაფერი სათანადო სიმაღლეზეა. ეს გაძლევთ საშუალებას, რომ ახალი იდეების, პროექტების რეალიზაცია მოახდინოთ, ზოგიერთ თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები ახლებურად წარმოაჩინოთ. პოზიტიური პერიოდი ამ კლიანობაში თანამშრომლობისთვის და ასევე მოდით აღვნიშნოთ, რომ იდეების რეალიზაცია, კარიერული განვითარება, მეგობრების, კოლეგლების მხრიდან დახმარების ტენდენცია, ზოგიერთ შემთხვევაში ფინანსური დახმარების ტენდენციაც საკმაოდ მაღალია, მაგრამ უკვე 13 რიცხვიდან ცოტა ყურადღებით ვიყოთ, იმიტომ რომ შეიძლება ფინანსურმა პრობლემებმა, შეცდომებმა მეტად იჩინონ თავი და ცოტა ყურადღებით ვიყოთ მაინც ისეთ სფეროს მიმართ, როგორც არის პარტნიორული თანამშრომლობა 13 რიცხვის მერე, რომ თქვენმა სიხისტემ და პირდაპირობამ ცოტა დისბალანსი არ შემოიტანოს ურთიერთობებში. თუმცა მეორე პარტნიორული ურთიერთობა გინდათ პირადი, რინდ საქმიანი, რაც მეტად იქნება ჰარმონიული ამ პერიოდში, მით მეტად იქნებით წარმატებული ამ კვირის განმავლობაში. ყველას კარგია თქვენთვის 12 მარტის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა აქ უკვე 10-15 მარტის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება სასწორე ზოდიაქოს ნიშანს, სასწორებო თქვენთვის ენერგოტონუსის კუთხით პერიოდი საყურადღებოა, მაინც ჯანმრთელობა შედარებით შემცირებული, ამიტომ გადაიღლებით. მაგრამ ჩვეულებრივი დაღლა კი ბატონო ეს მისაღებია.
კარგია ეს პერიოდი კარიული განვითარებისათვის და თქვენ გაქვთ შინაგანი სურვილი მიდრეკილება, რომ უფრო მაღალი პოზიციები დაიკავოთ საზოგადოებაში, პროფესიონალური კუთხით მეტად განვითარდეთ. სხვაჩვენს შეიძლება გამოჩნდნენ ასევე ფარველები, რომელიც დაგეხმარებიან ამ სფეროში ამ პარტნიორები. მხრიდან მიიღოთ გარკვეული ფარველობა ან დახმარება. ეს ის პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს გარკვეულწილად გავლენის სფეროს გაფართოებას, მაგრამ უკვე 13 რიცხვიდან კვირის მეორე ნახევარში გარკვეულმა დაძაბულობამ შეიძლება ეჩინოს თავი თქვენსა და პარტნიორებს შორის, თქვენსა და ხელმძღვანელ პირებს შორის. ამიტომ ცოტა მეტად იყავით, ასე ვთქვათ, ფხილი, წინდახედული, ნაკლებ პრეტენზიული ამ პერიოდში, რათა, მოდი ასე ვთქვათ, ეს არ აღმოჩნდეს მერე გარკვეული დაძაბულობის ფაქტორი. მაგრამ მთლიანობაში კვირა ცუდი არ არის. ყველას კარგია თქვენთვის 11 მარტის გადაეს რიცხვი და არ ვარგა 9-14 მარტის დღეები და რიცხვები. თუმცა ჯანმრთელობას ცოტა რო ყურადღება უნდა და გაცივებამ შეიძლება ცოტა ხელი შეუშალოს თქვენი იდეების რეალიზაციას, ესეც მე მგონი გასაგებია. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, უდავოდ საინტერესო პერიოდია თქვენთვის, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, ნამდვილი ლიდერია, ხელმძღვანელია, ინტერესი ფილოსოფიის, რელიგიის მიმართ, მატულობს ეზოთერული საკითხების მიმართ, კოსმიური საკითხებისადმი, ასევე აქ შეგიძლიათ კარგად წარმოაჩინოთ თქვენი შემოქმედებითი ნიჭი, პოტენციალი. ეს ის პერიოდია, რომელშობისას არაერთ საინტერესო იდეის რეალიზაციის შესაძლებლობა გაქვთ, მგზავრობა მოგზაურობის კუთხით კარგი პერიოდია, იურიდიული ტიპის პრობლემების მოგვარებისთვის ასევე საკმაოდ კარგი პერიოდია და უშუალოდ ისიც, რომ კარგი იგი კონკურსებში, ლატარებში მონაწილეობის მისაღებად, აქაც წარმატების ფაქტორი მაღალი უმჯობესდება ურთიერთობა შვილებთან, ასევე სასიყვარულო პარტნიორებთან, სხვაჩვენს სიყვარულისა და რომანტიკული ურთიერთობებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. თუმცა მეორე ნახევარი კვირისა უკვე 13 რიცხვიდან ცოტა მეტ ყურადღებას ითხოვს, იმიტომ რომ აქ ურთიერთდაპირისპირება ან დაძაბულობა თქვენსა და საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს შორის მოიმატებს და შეიძლება ცოტა ფინანსურმა პრობლემებმა იჩინონ თავი, მაგრამ მთლიანობაში კვირა უდავოდ კარგია. კარგია თქვენთვის პერიოდი, რომელიც უკავშირდება 9-13 მარტის დღეებს და არ ვარგა 11-15 მარტის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ახლა უკვე შვილდოსნებო, ენერგოტონუსი ცოტა დაბალია, ამიტომ ძალიან გადაიღლებით, თუმცა პერიოდი ზოგადად ცუდი არ არის. შეიძლება ხა ესეთი ენერგიული არ ხართ, როგორც დავუშვათ ზოგიერთ სხვა პერიოდში, მაგრამ აქ მაინც შეგიძლიათ ზოგიერთი ფინანსური ან მემკვიდრეობითი საკითხები გადასკვიდოთ. და უშუალოდ ისიც, რომ მახლობლებიც კი მაქსიმალურად დაგეხმარებიან, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ეს პერიოდი ხელს სკობს მაგალითად საოჯახო საკითხების მოგვარებას, აქ რაც მეტად კარგი ურთიერთობა გექნებათ ახლობლებთან, საერთო ოჯახის წევრებთან, ეს თქვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება. მაგრამ უკვე მეორე ნახევარი კვირისა 13 რიცხვიდან ითხოვს ცოტა მეტ ყურადღებას. აქ შეიძლება გულაცრუება მიჩინოს თავი, ფინანსურმა დანაკარგებმა, გარკვეული სირთულეები, როგორც პირადში, ასევე საქმეო სფეროში უკვე 13 რიცხვიდან ცოტა მეტად მოიმატებენ. შეიძლება აქ საყოფაცხოვრებო პრობლემების წინაშეც დადგეთ. თუმცა პირველი ნახევარი კვირისა არასკვლელი უფრო უკეთესია. 10 რიცხვი მარტისა ყველაზე კარგია თქვენთვის და ეფექტური, ხოლო 14 მარტი არ ვარგა, რომელიც ცოტა ფრთხილად უნდა განვლოთ. რაც შეეხება თხისკარ ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, ეს პერიოდი საკმაოდ აქტიური, ნაყოფიერი ურთიერთობებისა და მოქმედების არის. ინტელექტუალური განვითარებისთვის, მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია, განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი და პარტნიორული დახმარების ტენდენციაც საკმაოდ მაღალია. ზოგიერთ თქვენი იდეა, პროექტი შეიძლება რეალიზაციაში მოიყვანოთ. ეს ის პერიოდი, რომელშობისას პროფესიონალურად შეიძლება წახვიდეთ წინ მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, სწავლის, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების, პარტნიორული თანამშრომლობის, მგზავრობა, მოგზაურობის კარგი პერიოდია. მაგრამ 13 რიცხვიდან ცოტა ყურადღებით ვიყოთ, იმიტომ რომ აქ შეიძლება საოჯახო პატარა დაძაბულობამ იჩინოს თავი და აი ეს შეიძლება გახდეს მიზეზი გარკვეული სირთულეებისა, თორემ მთლიანობაში კვირა უდავოდ კარგია თქვენთვის. 9 და 13 მარტის დღეები ყველაზე კარგია და 11-15 მარტის დღეები და ეს რიცხვებიც არ არის სასურველი. ცოტა ფრთხილად უნდა განვლოთ ისინი. მერწყულებს რაც შეეხება, მერწყულება უპირველეს სკოლის ენერგოტონუსი ცოტა დაბალია და ამას მიაქციეთ ყურადღება, თუმცა მთლიანობაში პერიოდი ცუდი არ არის. ეს პერიოდი ხელს სკობს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას,
გარკვეული კომპენსაცია შეიძლება მიიღოთ რაღაც საკითხებში მონაწილეობის შედეგად, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჩუქრების წინაშეც აღმოჩნდეთ ან დაჯილდოებულიც აღმოჩნდეთ. აქ მზადყოფნაში ხართ ყოველთვის სხვათა დახმარებისთვის. შეიძლება დამატებითი ვალდებულებები წაიღოთ საკუთარ თავზე. ეს პერიოდი კარგია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას და აქ სხვათა შორის ის პერიოდია, რომ მშობისას თქვენ შეგიძლიათ ადრეული საქმეებიდან მიიღოთ materiალური დივიდენდები ან პრემიების ბონუსების წინაშე აღმოჩნდეთ, მაგრამ მეორე ნახევარი კვირისაც 13 რიცხვიდან ითხოვს ცოტა მეტ ყურადღებას, რატომ? იმიტომ რომ აქ მანდილოსდებთან შეიძლება გარკვეულმა გაუგებრობებმა ან კონფლიქტებმა ეჩინონ თავი. და კრიტიკა მათი მხრიდან თქვენთვის ნამდვილად არ ექნება სასიამოვნო და სასურველი. აი ამ ტენდენციებს მე აგწევთ ცოტა ყურადღება. 10 მარტი ყველაზე კარგია თქვენთვის და ეს რიცხვი და არ ვარგად 13 მარტის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება თევზებს, ეს თქვენი დროა თევზებო, მზე ხო თქვენ ზოდიაქოს ნიშანშია საუკეთესო პერიოდია, რაც შეიძლება აქტიურად იმოქმედოთ. ეხლა თქვენი დროა, დიდხანს ელოდით, იმოძრავეთ, ხალხში აწუხეთ. ახალი იდეები, პროექტები, ახლებურად შეიძლება წარმოაჩინოთ თქვენი მონაცემები, ინტუიცია, ზემდგრადი, რომელსაც დაყრდნობით სწორ ჩვენს აკეთებთ. ეს ის პერიოდი, როდესაც საინტერესო ცვლილებები შეიძლება მოხდეს ახალ სფეროებში, წარმოაჩინოთ საქმეებისა თქვენი მონაცემები, პროფესიონალურად განვითარდებით მეტად. ეს ის პერიოდია, რომ მშობისას ფინანსური კუთხითაც წარმატების ფაქტორიც მაღალი ერთ სიტყვით უნდა იყოთ უშიშარი, მებრძოლი, დამოუკიდებელი, მოქმედი პირი, გინდათ მგზავრობა, მოგზაურობა, გინდათ ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა, ეს ყველაფერი ძალიან კარგია. თუმცა 13 რიცხვის მერე ცოტა მოშორნეები მეტად იჩენენ თავს, მაგრამ მთლიანობაში თქვენ მაინც მთავარი ფავორიტი ხართ ამ პერიოდისა, რომელიც პირად ურთიერთობებსაც, ქორწინებასაც და სხვა სასიკეთო ცვლილებებსაც უწყობს ხელს. ყველაზე კარგია თქვენთვის 12 მარტის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 10-15 მარტის დღეები და ეს რიცხვები. სამ ინფორმაციით, საუკეთესო სურვილებით, მე გისურვებ ბედნიერ კვირას, ამით გემშვიდობებით, ბომბოვში ხვით რამთ.